მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო და გამომწერებო, აი ესეთ ლამაზი სიმფონიური ორკესტრის, მოცარტის ჰანგებით. რა თქმა უნდა, ვარ ენერგიული, ბედნიერი, რამე თუ მზე დღეს გამოიხედა, გამათბო, ამავსო სიხარულით, ჩემი მკვებავი, ჩემი ენერგეტიკი რო იტყვი არა, ჩემი სიცოცხლის მომნიჭებელი არის მზე. ძალიან მიყვარს. და ნახოთ ეხლა ჩემო კარგებო, ლაიცერს ავიღე. რამ პამ 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 პამ. ნახოთ ეხლა ამ ადამიანის შინაგანი მდგომარეობა. საზოგადოება მოიცვა არა ყველა, მაგრამ უმრავლესობა და ეს ვირუსი, ახალი ვირუსია, სხვათა შორის ქართულ საზოგადოებაში შემოვიდა ახალი ვირუსი. ეს არის ჭკვიდან გადასული ხალხის, შეურაცხადი და შეპყრობილი ხალხის ვირუსი. და აი ესე მოიცვა რა და ეხა უკვე ის მომენტია, რომ აი COVID-19-ის დროს რო იყო რა, რომ ყველას დაემართა, მაგრამ ნელ-ნელა მერე გამოკეთდა, ხო? თითქმის ყველამ გადავიტანეთ. აი ეს მომენტია, ეხა გამოდიან მდგომარეობიდან. ხო და რამოდენიმე დღეში დავინახავთ კიდე უკეთესობას. მაგრამ თავარია, რომ ეს ფსიქოზი, აი ეს ტალღა ტვინების არევის სამწუხაროდ რასაც ხედავთ და გამოვლენებას მოიცვა ჩვენი ქვეყანა. არა, ალბათ ესეც საჭირო იყო, ანუ ისე არაფერი არ ხდება რა. რახან მოხდა, ანუ ეს განსაცდელიც დაუშვა ღმერთმა, ხო? მივიღოთ მადლიერებით, მადლობა ღმერთო, გადაგვატანინე მშვიდობით ყველაფერი, რომ ჩემი საქართველო არ გახდეს ვინმე მტრის, ასე ვთქვათ, თავისი მზაკრული მტერი ყველა მხრიდან გვაკრავს სამწუხაროდ და ამიტომ აქ ძალიან საშიშია, რომ რომელიმე მზაკვარმა მტერმა არ გადაგვრთელოს უბრალოდ. აი ეს არის. თორე ოხრად დარჩება ყველას ყველაფერი, ის ფულებიც, ის მანქანებიც, ის სახლებიც, ის რა ვიცი, აგარაკები, ვილები, რა ჩამოვთვალო, ხო? რაც თავარია თქვენი სკამები და ადგილები, ხო? ვერც გაასწრებთ, ანუ უბრალოდ ვერ მოასწრებთ, გესმით? აქ იჭედება მთლიანად მთელი ერი. ღმერთმა არქნას ჯვარი გვწერია და იმედია ეს არ მოხდება, მაგრამ მე ანალიტიკურად გეუბნებით პროგნოზს. უბრალოდ ვერავინ ვერ გაასწრებს. ის მილიარდელიც და ის საცოდავი გლახაკი დღეს რო ფულს ითხოვს და ქუჩაში რო დგას, ერთ პოზიციაში იქნება. აი ერთ პოზიციაში აღმოჩნდება. ისე რომ მომენტალურად მოხდება ეს ყველაფერი. ამიტომ ნუ მიიყვანთ ხალხნო აქამდე თავს, იმიტომ ყველა დავზარალდებით. განურჩევლად იმისა თუ ამისა, ვერ მოასწრებთ უბრალოდ, აი ესეთი რაღაცა მოხდება და ხო გინდათ რომ ავიცდინოთ, ავირიდოთ ეს აი ესეთი დიდი განსაცდელი, ხო? ხო გინდათ მომავალი, ხო გინდათ თქვენ შვილიშვილებს მოესწროთ, ხო გინდათ რომ საქართველო მიარწებოს. შეთანხმდით მშვიდობაზე რა. მშვიდობაზე და ჩვენ ჩვეულებრივ ხალხს დაგვაცადეთ ცხოვრება. აი ეს არის უმეტი არაფერი. ჩვეულებრივ მოსახლე ხალხს, ვისაც გვინდა ჩვეულებრივი ცხოვრება. და ჩვენი ოჯახის წევრებით, მეგობრებით, ახლობლებით, ნათესავებით დატკბობა. ცოტა ხანი მაინც, იმიტომ რომ დროებითია ეს ცხოვრება. არაფერი არ ღირს, არაფრად, დროებითია. და ასე, ნუ დაგაბრმავებთ მატერიალური მდგომარეობა. რა ფასაც უნდა გაყიდო შენი ქვეყანა. რა ფასად, აი რა ფული უნდა მოგცენ, რომ შეიძლება შენ ვერც აცნობიერებდე და შენ საერთოდ იმაზე, რა ქვია,
საქართველოს არსებობა არ არსებობაზეა საუბარი, ანუ აქ არის ისეთი სერიოზული მომენტია, რომ ყოფნა არ ყოფნის საკითხზეა ლაპარაკი ხალხნო. და ვინც ვერ ხვდება, მინდა უბრალოდ რომ გაიგოთ რა. დანარჩენი რა, მე რა მივანდებ ღმერთს ყველაფერი და ღმერთმა უკეთესად იცის. კი, ნამდვილად ღირსები ვართ, გვაპატიოს ღმერთმა, რომ დავიმსახუროთ ეს. მაგრამ სამშვიდობოს გავალთ, მე მჯერა ამის. და ნახოთ ახლა ამ ადამიანის მდგომარეობა. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიძახი, ფსიქო-ემოციონალური კი არა, შიზოიდური, უკვე შიზოფრენიას უფევს და ამიტომ რა ფსიქო-ემოციონალურ მდგომარეობაში ეს ადამიანი, აბა ჩაიფიქრეთ. ისიც გაგიჟებულია თუ დამშვიდ და საინტერესო. როგორი ფსიქო-ემოციონალური მდგომარეობა აქვს ამ ადამიანს ახლა? ახლა მთლიანობაში რო აქ ჩხუბია და კინკლაობაა და გაწევ-გამოწევაა და ყვირილია და ნეგატივია, რა თუნდა ლაპარაკი, ხო? გაურკვეველი მდგომარეობა, ისტერიული მდგომარეობა, დაცლილი, აბსოლუტურად გაქვავებული და ნახეთ, თვითონ საზოგადოება გაყოფილი როა ეს ერთია, მაგრამ გაყოფას დავანებოთ თავი. რა სიტუაციას უფევს, იცით? აი საზოგადოება იკვებება ერთი მთლიანი ბირთვი მასა, რომელიც გამოსცემს ამ ენერგიას. მე ახლა ვიძახი ამას ყველაფერს უხილავად, ხო? ფაქის სივრცეში რა ხდება. და ეს მასა, ეს ბირთვი, ნახე, რომელიც გამოყოფს აი ამ ღვთიურს, ამ სითბოს, ამ სიყვარულს, აი ამ კეთილგანწყობას, სიკეთეს, საცნოებას, ანუ გადაფარა. ძალიან გადაფარა ეს ბირთვი აი ამ ნეგატივმა, ჩხუბმა, გაწევ-გამოწევამ, კინკლაობამ, ემოციონალურმა ფონმა, ანუ ისტერიამ, გაურკვევლობამ. ხალხი დაიღალა, ნახე, როგორც ფინანსურად, ასევე მატერიალურად, ასევე ემოციონალურად და ეს ყველაფერი, ანუ ენერგიების გაცვლა-გამოცვლა, რა ხდება? ეს ენერგიების გაცვლა-გამოცვლა მიმდინარეობს, ანუ გვინდა თუ არ გვინდა, მაინც გვამყოფებენ ამ უარყოფით გარემოში, ხო? და ეს ენერგეტიკულად, ხო? ანუ შენ უკვე გამოყოფ ამ ცუდ ენერგიას. ეს ცუდი ენერგია გადამცემია, გადადის, მერე იმაზე, აი უხილავად რა. როგორ თქვა? აი ესე გადაეცემა ტალღასავით, ხო? აი როგორც ვირუსი, ხო, უხილავია და მოიცვა, აი ესეთი რაღაც არის ენერგიაც. ამ შემთხვევაში დამანგრეველი, კატასტროფული, უარყოფითი, ჩხუბის, კინკლაობის, გაღიზიანების, გაურკვევლობის. ხო და ეხა აი რამოდენიმე ადამიანი მაინც გულანთებული რომ შეიკრიბოს ერთად და ვთქვათ ილოცოს, გაუშვას სიყვარული, აი სიმშვიდე, აი ესეთი ენერგია რა. დამამშვიდებელს იმოქმედებს, იმიტომ რომ გადაცემადია, ნახე, მეტაფიზიკაში როგორ არის, აკეთებ ბურთს, აი ესეთ ენერგეტიკულ ბურთს, ვარდისფერს, შიგნით უშვებ აი ამ შენ სიყვარულს, სითბოს, სიკეთეს და აგზავნე, აი ამ ბევრ ბურთებს აკეთებ, ხო? და ეს მოქმედებს და ეს მუშაობს, მაგრამ უნდა იპოვო ესეთი რამოდენიმე ადამიანი მაინც. სამწუხაროდ ყველას ემოციონალური ფონი აქ ეხა, ანუ დაძაბული. და ეს ადამიანიც რა თქმა უნდა ამ ემოციონალურ ფონზეა, დაძაბულია და ესეთია რა. გაღიზიანებული. ხო და აი ამ გაღიზიანების ფონზეა თუ მაინც მოხდება მისი გამოჩენა. ნახეთ რა, ამ გაღიზიანების ფონზე თუ გამოჩნდება. ორმოცდაათი მთლიანობაში, მაგრამ ნახეთ, წარსულში ჩადენილი რაღაც სიტუაციები უკრავს ფეხებს ამ ადამიანს ამ მომენტში. ხა როგორ არის? წარსულში ამ ადამიანმა რაღაც ჩაიდინა ისეთი,
თქვენთან მიმართებაში შეიძლება დაგშორდათ, შეიძლება გატკინათ გული, შეიძლება არასწორად მოიქცა, რამაც აი ჩაუკეტა მოსასვლელი გზა, მაგრამ ნახე გზისკენ მაინც იყურება, იმედი მაინც არის, რომ გამოჩნდება. უბრალოდ თვითონ იქნება უარყოფით ნეგატიურ განწყობაზე, თვითონ იქნება სამკურნალო. ხო, უხეშად რომ ვთქვათ. ჩვენ თუ მივიღებთ ამ ადამიანს, მივიღებთ კი. ანუ უმრავლესობა ეხლა ვინც მიყურებთ, თქვენ ხართ ამ ადამიანზე დამოკიდებულები. არ ვიცი რატომ, მაგრამ ეს ადამიანი თქვენი ცხოვრებიდან არ მიდის. თითქოს არ უშვებთ. ანუ შეიძლება ფიზიკურად ეხლა თქვენთან არ არის, რომც იყოს. ნახე, მიჯაჭულები ხართ. გაკავშირებთ ამ ადამიანთან ის ინტიმური სიტუაცია, ის რაღაცა სექსუალური დამოკიდებულება, ის კიდე რაღაც სხვა, თუმცა თვითკმარი ქალი ხართ, ნახეთ, ყველაფერი გააქვთ ეხლა თქვენ ფაქტიურად, მაგრამ არა, აი ეს ცეცხლოვანი კაცი ყავთ ამოჩემებული. ან იმ საკითხშია ძალიან მაგარი, ტემპერამენტოს. და ანუ გინდათ, ან და რა ვიცი რა, ხა, ბევრი რაღაცა შეიძლება ჩამოვთვალო, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იღებთ ამ ადამიანს, არ უშვებთ რა. გინდათ. ეხლა რა არის, შეიძლება თქვა არ მინდა, მაგრამ შენი ქვეცნობიერი, ანუ საპირისპიროს მოწმობ, შენი სხეული გააქვს ცნობილი, ანუ შეიძლება შენ ფიქრით, აზრით ათვიცნობიერებ და ხვდები, რომ არ არის საჭირო, მაგრამ შენ სხეულს უნდა ტოლვა აქ. რას უზავ, შენ არ ფლობ შენ სხეულს. შენ რო ფლობდე შენ სხეულს, შენ მაშინ უნდა გარკვეული პრაქტიკები გააკეთო, იმუშაო. იოგა სხვათა შორის არის გადასარევი. რომ შენ სხეულს უნდა შეიცნო, გრძნობდე უნდა ყველაფერს და მაშინ აკონტროლებ ამ შენ სხეულს და მაშინ შეგიძლია მოერიო თავს, მაგრამ ამ შემთხვევაში რაც ამოვიდა ეხლა, ხო, მე არ ვიცი ვინ ხართ და რამდენი ხართ, მაგრამ უმრავლესობას ესე აქვს, ვერ ფლობ შენ სხეულს. აი ეგ არის. აი, რას ურჩევდით მაშინ ამ ადამიანებს, ვინც ახლა ვიდეოს უყურებს? პირადში. გაურკვეველი სიტუაცია მაინც ამოდის. იმალება რაღაც ბევრი რამე, იმისგან თქვენგან, ანუ იყო მომენტი, როცა ამ ადამიანმა ფსკერზე ჩაგიშვათ, რო იტყვიან, აი იძირებოდი. მაგრამ ეს წარსული იყო. კონტაქტი მაინც გამოდის ამ ადამიანთან ორ პერიოდში. და ამოდის თქვენი აქტიურობა. ანუ ის, რომ თქვენ უკვე ეს გზა გაიარეთ, გარკვეული გამოცდილება გაქვთ და ეხლა ხელის გულზე ყავთ დასმული, ნახე და შენ განაგებ შენ ცხოვრებას, ანუ როგორც გინდა ისე ატრიალებ. მოდი რუნებს ვკითხოთ, აბა. ჩაიფიქრეთ ეხლა ეს ადამიანი და ამოვიღებ რუნას. ეხლა ვინც ჩაიფიქრებს ადამიანს პიროვნებაზე, აბა რუნებმა მითხრან. ის ადამიანი, ვინც მთელი გულით უნდა, აი ამ ადამიანს, ვინც ეხლა ამ ვიდეოს უყურებს, გამოჩნდება? რას ეტყვით რუნებო? ორი ამომყვა. წარსულ ადამიანზეა საუბარი. ადამიანზე, რომელმაც გატკინათ, ნახე, იმიტომ ამოდიოდა მთვარე. ეს ადამიანი აპირებს მოსვლას, რაღაცა იკვეთება ახალი, მესამეც ამოვარდნილა. მაგრამ დამანგრეველი იქნება. და ვკითხოთ ახლა რატო, ანუ ორი უარყოფითი რუნაა და დამანგრეველი რატო იქნება? ხო, თქვენ განგრევთ, თქვენ ქალურობას ანგრევს, ნახე? ანუ ეს არის
შენაძენის, რაღაცა სიახლის, რაღაცა ახლის, მოსვლის, ქალურობის, ასევე დაორსულების, ბევრი რამის, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არასახარბიელო სიტუაცია გაქვთ, ან გქონდათ ამ ადამიანთან რაღაც მომენტში, თქვენი ბევრი ძალისხმევა იყო აქ ჩადებული, რომ თქვენ ერთად ყოფილიყავით. ისევე მაჩვენებენ, რომ გზა გექნებათ და რას მოგიტანთ ეს გზა. მოქმედებას, ანუ სურვილს აისრულებთ ოღონდ თქვენი ძალისხმევით. ამ შემთხვევაში აქაც ნახეთ თქვენი მატერიალისტური, თქვენი ქალური, თქვენი აქტიურობა. მიაღწევ მიზანს, წინ იარე, აუცილებლად გამოგივა თქვენი ძალისხმევით, რა თქმა უნდა. მაჩვენებენ, რომ ფულზეც რაღაცა პრობლემები აქვს იმ ადამიანს. ხომ, მფარველობა გექნება აუცილებლად. ალგიზი ამოდის, რაც ნიშნავს, რომ იმდენად სწორი ხარ და მართალი ხარ, რომ მფარველობა გაქვს უზენაესი და უმაღლესი ძალებისგან. ჩემო კარგო, ვინც არ უნდა იყო ეხლა შენ, რუნებმაც დამიდასტურეს. იანვრიდან ვაპირებ ვისაც ენდომება, რა თქმა უნდა, რუნების შესწავლის კურსი მექნება. და არა მარტო შესწავლის, აქ იქნება სწავლების გაკეთების, აქ იქნება როგორ დავიხმაროთ რუნები ჩვენ ცხოვრებაში. და საერთოდ გაგარკვევთ რა სისტემაა რუნა. რუნაა ეს კოსმიური სისტემა. კოსმიური და არა ჩვენი ცივილიზაციის. ანუ ეს არის მოსული ზემოდან სხვა ცივილიზაციებიდან, ეს არის ძალიან დიდი ცოდნა, რომელსაც შენ თუ მიგიღო რუნამ აქ ძალიან დიდი ძალა და ის შენზე მუშაობს 100%-იან. და ვნახოთ ახლა რჩევა თქვენთვის. დიდი ძალისხმევით რომ მიაღწევთ საწადელს და მაინც რომ გამარჯვება გელოდებათ, გასაგებია, მაგრამ მაინც რჩევა რა იქნება. ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებს. დაიბალანსეთ თქვენი თავი, დაწონეთ ყველაფერი, ნახე, დაიჭირე ესე ხელები, ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, ჩაისუნთქე, ამოისუნთქე, აი ეს ცუდი ფიქრები გაუშვი, თქვი არაფერზე არ ვიფიქრებ, გაინთავისუფლებ ვაფშე თავი, გონება, ყველანაირი აზრებისგან, უბრალოდ ისუნთქე ღრმად, დაიმშვიდე თავი. დაამშვიდე ყოველი შენი უჯრედი, ყოველი შენი მოლეკულა, ყოველი შენი სხეული, შეიგრძენი. მთელი კონცენტრაცია გქონდეს სუნთქვაზე, ნესტოებზე, როგორ შეისუნთქავ, შედის თბილი, როგორ ამოისუნთქავ და გამოდის ცივი და გამოაყოლე ყველაფერი უარყოფითი და მერე აი ესეთ დამშვიდებულზე, არა გამწარებულზე, არა განერიულებულზე, არა განრისხებულზე, არამედ ძალიან დამშვიდებულზე უკვე რო ფლობ შენ თავს, შენს სხეულს, აი ესე მიიღე გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება ჩემო კარგო იქნება სამართლიანი, რომელიც მოგიტანს გამარჯვებას, წარმატებას და გამონათებას შენ ცხოვრებაში, იმიტომ რომ მზე აქვს. და მზე რა არის? ყველაფერ ბნელს აქრობს. რატო ამ მზე? რატომ არ გამოდიან დღის სინათლეზე, იმიტომ რომ მზე წვავს, მზე იმდენად ღვთიურია. ნახე, ადარებენ ქრისტეს ღმერთს, იმიტომ რომ ნათელს ფენს ყველაფერს, ჩემო კარგებო და ნათელის მოფენა ბნელს არ უნდა, ბნელი ხო იტყუება, ბნელი ხო, ანუ თავისი ბნელი მოქმედებით, ხო, იმას სიბნელე უნდა, რომ სიბნელეში ჩაიდინოს ის ცუდი, მოიტყუოს, გაძარცვოს, ხალხი ამხედროს, მანიპულატორი გახდეს, ყველა დიდი ესეთი მასშტაბური გამოსვლები, მიტინგები და ასე შემდეგ
როცა მზე ჩადიოდა, მაშინ ეწყობოდა. რატომ? იმიტომ რომ ბოროტები გამოდიან, ის არსებები გამოდიან და ისინი უერთდებიან აი ამ აჯანყურ, ესეთ რევოლუციონურ, ლუციფერიანულ შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ პირველი რევოლუციონერი იყო დაცემული ანგელოზი, აი ამას, რომ აჯანყონ ხალხი, რაღაცა დაანგრიონ, რაღაცა გააცამწვერონ, რაღაცა დემონური ძალები მოდიან, ხო? და მზე რა არის მზე? მზე ნათელს ფენს, ჩემო კარგებო, და მზის ეშინია ბოროტს. ბევრი მზე ქონოდეთ, ჩემო კარგებო, და ყოველთვის ნათელი გზა აგერჩიოთ. გზა, რომელიც შემოქმედე, დიდ სინათლესთან, შემოქმედებით უნარიან ადამიანებთან, ხო, თვით შემოქმედია, ვინ შექმნა ეს სამყარო, მასთან დაგაახლოვებთ და არა იმ ბნელ, ასე ვთქვათ, აჯანყების ჭყალებში დემონურ ძალებთან. აი ესე დავამთავრებ ჩემს გაშლას. წარმატებები.